მოგესალმებით, მე გახლავართ დაწყებითი კლასების პედაგოგი ინგა სოხაძე. ამ ვიდეო რგოლში მინდა შეგასწავლოთ, როგორ შეიძლება შექმნათ ელექტრონული წიგნი პროგრამაში StoryJumper. პირველ რიგში უნდა გავიაროთ მარტივი პროცედურა რეგისტრაციის StoryJumper.com-ზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩვენ გამოგვიჩნდება აი ესეთი სამუშაო ჩვენი გვერდი. თქვენი სახელი და გვარით დაფიქსირდება აი ამ სამუშაო გვერდზე. იმისათვის, რომ შევქმნათ ელექტრონული წიგნი, უნდა შევიდეთ Home-ში. აქ Home-ში არის ჩანს უკვე ჩემი შექმნილი სხვადასხვა ელექტრონული წიგნები და ახალი წიგნის შესაქმნელად შევდივართ Gradebook-ში. გვაქვს ჩვენ სხვადასხვა უკვე შექმნილი შაბლონები, თუ გვინდა რომ მსგავსი შექმნათ, ავარჩევთ ნებისმიერს უკვე შექმნილი შაბლონებიდან, თუ გვინდა რომ შევქმნათ ჩვენი თვის დამოუკიდებლად ჩვენი გემოვნებით ელექტრონული წიგნი, შევდივართ Blank-ში. ჩაიტვირთება და მოგცემთ საშუალებას, რომ დავიწყოთ ახალი ელექტრონული წიგნის შექმნა. მოდით დავათვალიეროთ, რა ხდება აი ამ სამუშაო ველზე. იმისათვის, რომ შევქმნათ ელექტრონული წიგნი, გვჭირდება აუცილებლად ელექტრონული წიგნის ფურცლები, ელექტრონული წიგნის მთავარი ყდა, აი ასევე ტექსტი, რომ ჩავსვათ, სხვადასხვა სურათები, ფონი და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს განთავსებული არის სწორედ აი ამ სამუშაო ველზე. დავიწყოთ, მოდით მთავარი შევქმნათ ჯერ ელექტრონული წიგნის ყდა. შევდივართ აი აქ პირველ გვერდს ვარჩევთ. აქ შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ ფონი, მაგალითად აი ასეთი ფერი მივცეთ, ან ასეთი ფერი მივცეთ და კიდე შეგვიძლია ეს ფონიც კიდე ავარჩიოთ, ნახეთ, სხვადასხვა უზორით, ასე ვთქვათ. მას შემდეგ, რაც ავარჩევთ ფერს, აუცილებელი არის წარწერა გავუკეთოთ ჩვენ სახელმძღვანელოს, აი აქ შევდივართ და ჩვეულებრივად ავკრიბავთ ქართული შრიფტით, დავუშვათ რა სახელწოდებაც აქვს ჩვენს წიგნს. მაგალითად, დავწეროთ ცხოველთა სამყარო. შეგვიძლია ასევე მივანიშნოთ, დავუშვათ ჩვენი სახელი და გვარი, ვინც შექმნა წიგნი, წელი და ასე შემდეგ, მაგალითად, ინგა სოხაძე. აი აქაც შეინახავს. შეგვიძლია მთავარ ყდაზე ჩავსვათ რაიმე სურათი, გამოსახულება. იმისათვის, რომ გამოსახულებები ჩავსვათ, გვაქვს აი ასეთი არჩევანი. აი ამ პირველში შევდივართ, აქ არის სხვადასხვა პერსონაჟების შეყვანა შეგვიძლია, სხვადასხვა გამოსახულებების და აქ არის არჩევანი, თქვენ შეგიძლია აირჩიოთ ნებისმიერი, მაგალითად აი ავირჩიოთ ასეთი, ჩავსვათ, შევცვალოთ ზომა, გავადიდოთ, შევამციროთ, თუ კი არ მოგვინდება რომ ეს საგანი და გამოსახულება იყოს, შეგვიძლია ასევე მისი წაშლაც აი ამ ღილაკის საშუალებით. გარდა იმისა, რომ რაც აქ შემოთავაზებული გვაქვს, კიდევ არის უამრავი არჩევანი. აი ამ ყველგან შეგვიძლია სხვადასხვა ჩვენთვის სასურველი გამოსახულებები ან პერსონაჟები შემოვიყვანოთ ჩვენს ელექტრონულ წიგნში. მაგალითად, ავარჩიოთ ნებისმიერი გამოსახულება და ჩავსვათ, დავუშვათ. აი ეს გადადის ჩვენი არჩეული გამოსახულება, მოვნიშნავთ და გაჩნდება ჩვენი წიგნის გარეთა ყდაზე. გარდა იმისა, რომ გვაქვს არჩევანი პერსონაჟებისა, ასევე შეგვიძლია ჩვენ შევქმნათ, შემოვიტანოთ ფონი. აი შევდივართ მეორე ღილაკს დავაჭერთ ხელს, აქ გამოგვიჩნდება ფონი, აქაც გვაქვს არჩევანი, აი მაგალითად ავარჩიეთ ახლა შემდეგი გვერდი, აი ეს ფურცელი დავუშვათ და გვინდა რაღაც ფონი მივცეთ. ნებისმიერს ავარჩევთ და გაჩნდება ასეთი ფონი, მაგალითად აქ გვინდა ასეთი ფონი ავარჩიოთ და გაჩნდება ასეთი ფონი. ფონის არჩევანშიც გვაქვს აგრეთვე მრავალფეროვნება, შევდივართ აი სხვა ფონში მაგალითად. და აქაც არის უამრავი ჩამონათვალი, საიდანაც შეგვიძლია სხვადასხვა გვარი ფონი ავარჩიოთ და ჩავსვათ ჩვენი ელექტრონული წიგნის ფურცლებზე.
გარდა იმისა, რომ გვაქვს აქ ჩვენ პროგრამით შემოთავაზებული სურათები, ასე შეგვიძლია შემოვიტანოთ ჩვენთვის სასურველი სურათი. აი მაგალითად ეხლა მე აქ უკვე მაქვს მოძიებული Google-ის საძიებო სისტემიდან სხვადასხვა სურათები და შემიძლია ნებისმიერი სურათი აქედან ჩავსვა. აი გვეუბნება ფონის სახით გვინდა თუ სურათის სახით. მივცემთ სურათის სახით, აი აქ სურათის ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ დიზაინი, დარჩეს ოთხკუთხედ ჩარჩოში. აი ჩაისვა ჩვენი ცხოველი ჩასვა მაგალითად აი აქ. ჩავსვით. შეგვიძლია ასევე რა თქმა უნდა ფონით შემოვიტანოთ ჩვენთვის სასურველი. შევდივართ. ჩავწერთ ფიქსირებთ. მაგალითად ცხოველებს და აი ამოგვიგდო რომელიც გინდა დაარჩევთ. მაგალითად მოდით აი აქ ირემი მოვნიშნოთ და გვეუბნება სურათის სახით გინდათ თუ ფონის სახით არჩევთ. დაუშვათ უთხრათ რომ გვინდა სურათის სახით. და დავაჭერთ აი ამ ღილაკს და უკვე ჩვენს ჩამონათვალში გაჩნდა სურათის სახით ირემი, რომელიც შეგვიძლია მოვნიშნოთ ასევე და უკვე ნახეთ გამოჩნდა ჩვენი გამოსახულება და ჩავსვათ მაგალითად ნებისმიერ ადგილას, სადაც გვინდა. ასევე ნახეთ შემდეგი გვერდი მაგალითად შევქმნათ გამოვდივართ აი აქედან, მაგალითად გვინდა რომ ფონის სახით შევქმნათ და შემოვიტანოთ რაიმე სურათი. აქაც ისევ წერთ ცხოველები და მოდით მაგალითად ავარჩიოთ აი ასეთი და მივცეთ მაგალითად ფუნქცია, რომ სურათის სახით კი არ შეინახოს მაგალითად როგორც ფონი. ჩაიტვირთება ახლა ეს გამოსახულება. ცოტა გავუჭირდა. აი ჩატვირთა უკვე. მაგალითად მივცეთ ფონის სახით და უკვე ამ შემთხვევაში ჩაჯდება ეს ჩვენი სურათი ფონებში და აი ნახეთ ერთ-ერთი ფონი არის და აქ შეგვიძლია შემდეგ ჩვენ გავაკეთოთ წარწერები. მოვილიეთ ახლა ჩვენ შევქმნით გარეთ აყდა, შევქმნით ჩავსვით სურათები, ჩავსვით ფონი, ჩვენთვის სასურველი შეგვიძლია შევცვალოთ ფონი ნებისმიერ დროს, მაგალითად შევცვალოთ აი ასეთი ფონი, შევცვალოთ, გავუკეთოთ, ან ასეთი გავაკეთოთ ჩვენი სურვილით, ასეთი ჩავსვათ. ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ რომ გადააკეთოთ, დაუშვათ, ან დაუშვათ თუ არ გვინდა რომელიმე გვერდი, ან რომელიმე გამოსახულება შეგვიძლია ასევე წავშალოთ. აი ფეიქი წაშლა, ფურცლის წაშლა, გვეკითხება გვინდა თუ არა წავშალოთ და ის გვერდი საერთოდ წაიშალა მაგალითად. კარგით. ეხლა მოდით ჩვენს შექმნილ ელექტრონულ წიგნის ფურცლებზე ჭირდება აუცილებლად წარწერები. აი რა უნდა დავწეროთ მაგალითად აი ამ ფურცელზე. აი აქ ჩვენ აუცილებლად უნდა ჩვენ კითხვას მივმართოთ მაგალითად რომ მოგესალმებით ან ამ სახელმძღვანელო თუ ამ ელექტრონული წიგნით მინდა გაგაცნოთ ეცა და ეს და ასე შემდეგ. და ჩავწეროთ, ანუ რაღაც მიმართვა უნდა გავაკეთოთ, რითაც ჩვენ დავაინტერესებთ მკითხვას. მოგესალმებით. ამ წიგნში დავუშვათ გაეცნობით, მაგალითად, გაეცნობით ცხოველებს და ასე შემდეგ. აი თქვენი ფანტაზიით, თქვენი სურვილით შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს მკითხველს. კარგით. აი მაგალითად შემდეგ ფურცელზე გვინდა წარწერის დადება, ავარჩევთ ტექსტს. აი მაგალითად შეგვიძლია ასეთი ჩავსვათ, ან და დავაწავა წარწერა გავუკეთოთ, რაც გინდათ ნებისმიერი. მაგალითად ასეთი და რაც გინდათ ნებისმიერი წარწერა გავაკეთოთ. და შევინახოთ. შეგვიძლია მაგალითად აი ასეთი დიალოგის სახით აი ასეთი წარწერა იყოს და აქაც ჩვეულებრივად გააკეთებთ წარწერას და ასე შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვილებთ და შევქმნით თავარ ყდას, სასურველ ფურცლების რაოდენობას და ასე შემდეგ, ჩვენ ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ელექტრონული წიგნი გავახმოვანოთ. ამისათვის აი აქ მოცემული არის ღილაკი, გახმოვანების ღილაკი, რომელსაც დავაჭერთ და აი ჩვენ უკვე აქ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი. მაგალითად, მოგესალმებით, მე ჩვენს ელექტრონულ წიგნში გაგაცნობთ ცხოველთა სამყაროს. საუბრის დასრულების შემდეგ დავაჭერთ ისევ ღილაკს, დასრულებას და შემდეგ აუცილებლად უნდა შევინახოთ ჩვენი ჩანაწერი და დავაჭერთ ღილაკს Save-ს. კარგით, შეინახეთ ჩვენი ჩაწერილი ხმა და ასე შეგვიძლია ჩვენ ყველა ფურცელზე ჩვენი წარწერები, ჩვენი ტექსტი, რასაც დავადებთ, გავახმოვანოთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ აი ამ ნაშრომს დავასრულებთ, აუცილებელი არის, რომ შევინახოთ. შენახვის ღილაკს დავაჭერთ და აი გამოჩნდა ჩვენი სახელმძღვანელო. აქ რაც ვხედავთ, აქ შეგვიძლია რომ ჩვენი სახელმძღვანელო ისევ გავხსნათ და რაღაც ცვლილებები შევიტანოთ, გავაზიაროთ. ამისათვის შევდივართ share ღილაკში და აქ შეგვიძლია ჩვენის გავხადოთ ჩვენი სახელმძღვანელო ყველასათვის ხელმისაწვდომი რომ ყველამ დაათვალიეროს, გავაზიაროთ. შეგვიძლია გავაზიაროთ Facebook-ს, აგრეთვე შეგვიძლია ავიღოთ ლინკი, მაგალითად აი ასეთი ლინკი და სადაც გვინდა ლინკის სახით გავაზიაროთ, ასევე შეგვიძლია embed კოდი ავიღოთ და ჩავაშინოთ სადაც გვინდა ჩვენი ნაშრომი, რომ სხვამაც ნახოს. აი ეს იყო სულ ჩვენი სამუშაო პროცესი ამით დასრულდება და გამოგივათ ძალიან საინტერესო ელექტრონული წიგნი და მჯერა რომ ყველანი შექმნით ბევრ საინტერესო ელექტრონულ წიგნებს და გამოიყენებთ შემდეგ თქვენი სხვადასხვა კომპლექსური დავალებების შესასრულებლად. გისურვებთ წარმატებებს.